დავიწყოთ გაგრით, სადაც დღეს თოვს და 5 გრადუსი დაფიქსირდება. 4 გრადუსია სოხუმში, ასევე თოვლია დღეს ნავარაუდები. რა ხდება ზუგდიდში? თოვლი და +2 გრადუსი იქნება დღეს. დასავლეთში ნამდვილად კარგად. მესტიაში -6 გრადუსი და აქაც თოვს. ფოთში იწვიმებს და 6 გრადუსამდე დათვება ტემპერატურა. ბათუმშიც ფოთის მსგავსად 6 გრადუსი და წვიმიანი ამინდია დღეს. ოზურგეთში წვიმასელიან მაცხოვრებლები და 4 გრადუსი დაფიქსირდება. ქუთაისი +2 გრადუსი და თოვლია დღეს ნავარაუდები. რაც შეეხება ამბროლაურს 0 გრადუსი და აქაც თოვლიანი ამინდი იქნება დღეს. ახალციხე -1 გრადუსი, უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება. ბორჯომში -2, აქაც ღრუბლის გარეშე არ ჩაივლის დღე. რაც შეეხება ბაკურიანს -5 გრადუსი, უმეტესად მოღრუბლული ამინდი. გორში 2 გრადუსი და აქაც ღრუბელია დღეს ნავარაუდები. ცხინვალში თოვს -1 გრადუსი იქნება დღეს. სტეფანწმინდაში -7, თქმა უნდა თოვლი. გუდაურში -11 გრადუსი და აქაც თოვს. თელავში 4 გრადუსამდე დათვება დღეს ტემპერატურა. რაც შეეხება რუსთავს +7 გრადუსია ნავარაუდები და ჩვენს დედაქალაქში 5 გრადუსი და უმეტესად მოღრუბლული ამინდი. და ესეც ქალაქის ხედი ჯერჯერობით გარეთ ვნელა არ გათენებულა, ეს ძალიან ბუნებრივია, იმიტომ რომ ზამთრის პერიოდში ვიცით რომ ღამე საკმაოდ გრძელია, მაგრამ რა თქმა უნდა ნათელი ძვალეც ამოგვეწევა, მაგრამ ხო კადრები არის ფანტასტიკური, ულამაზესი და შესაბამისად გადაცემის ალბათ პირველ და მეორე ჩარტში შეგვიძლია რომ სწორედ აი ამ ღამის ასე ვთქვათ თბილისით დავტკბეთ და